ჩვენ უფლებადამცველთა გაერთიანება მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოთქმულ პორციას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის არ განადგურებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში ინარჩუნებს როგორც პრემიერ-მინისტრის, პროკურორის, იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოხატავს რეალურად იმ პოზიციას, სამართლებრივ პოზიციას და სხვები რაღაცა არაადეკვატურად იქცევიან და ამბობენ, რომ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა უნდა განადგურდეს, რაც არის სრული აბსურდი. ვინაიდან ჩვენ თუ ამ მასალას გავანადგურებთ, ჩვენთვის შეუძლებელი გახდება დავადგინოთ ის პირები, რომლებიც აი ამ მასალებს წლებია იღებდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა დაკავებული იქნას პირი, აი ამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შექმნასთან დაკავშირებით, წარუდგინოთ ბრალი და დავდოთ ბრალი იმაში, რაზეც მტკიცებულება არ გვექნება. ეს ხომ აბსურდია. ამასთან ერთად არ არის გამორიცხული, რომ აი ამ მასალების შექმნაში ვინც იღებდა მონაწილეობას, დღესაც ხელისუფლებაში არიან მოკალათებული და ამის გამორიცხვა შეუძლებელია, ვინაიდან ამის დასტური არის ხვედელიძე, როდესაც ადამიანი იყო მინისტრის მოადგილე, გამოიყენა ეს თავის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩვენ და ხელისუფლებამ ერთობლივად ამაზე უნდა დადოს სერიოზული დასკვნა და გამოძიება უნდა დაიწყოს აუცილებლად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გამოვლიდნენ ის პირები, რომლებიც რეალურად აი ამ მასალებს ქმნიდნენ. ხოლო ის პოზიცია, რომელიც დღეს დაფიქსირებულია ექსპერტებს შორის, რომ ესეთი მასალები უნდა განადგურდეს და იშველიებენ ისინი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონს და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შედეგად დადგენილია, რომ ესეთი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება უნდა განადგურდეს, ეს თუ სხვა რაღაცას ეხება. ეს ეხება იმას, მაგალითად თქვათ, გაიცა სანქცია მოსამართლის მხრიდან ფარული მიყურადღების შესახებ და რეალურად აღმოჩნდა, რომ იქ არავითარი ფარული მიყურადღების შედეგად არაფერი არ აღმოჩნდა დანაშაულებრივი და ვიღაცის სქესობრივი ბოდიში აქტი იყო დაფიქსირებული. ეს უნდა განადგურდეს, მაგრამ როდესაც წლებია მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირებზე შექმნილიყო მაკომპრომიტირებელი მასალები და ამაზე დღეს ჩვენ ვიღებთ ვიღაცები გადაწყვეტილებას, რომ ეს უნდა გავანადგუროს, ეს არის აბსურდი. ესე იგი გამოდის, რომ ის პირები, ვინც აი ამას აკეთებდნენ, უნდა დარჩნენ დაუჟელი და ამაში იყო არაერთი ადამიანი ჩართული, ვინაიდან ეს არის საკმაოდ დიდი ბაზა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ და აი ამ ბაზის შექმნაში ასეულობით ადამიანი იყო ჩართული და ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ხალხი რეალურად ხვალაც იგივე საქმიანობას არ გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, ეს მასალები დადგენილებით უნდა იყოს დართული ნივთკიცებად, გამოძიება უნდა დაიწყოს და ის კი, ვინც ამ მასალის განადგურებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულებების განადგურება. მტკიცებულებაა ეს და შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ მტკიცებულების განადგურების შემდგომ დავსვათ საკითხი კონკრეტული პირების პასუხისგებლობისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აქამდე წესით უკვე უნდა გამოკვეთილიყო ის პირები, რომლებმაც აი ამ მასალების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგი არ აქვს ამ კუთხით და ვფიქრობთ, რომ გამოძიება უნდა იყოს საკმაოდ მყისიერი, ეფექტური და საკმაოდ სოლიდური დიდი საგამოძიებო ჯგუფი უნდა იყოს შექმნილი, ვინაიდან კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ასეთი რამის გაკეთება, რომ შემდგომშიც აღარ განმეორდეს. ამასობაში ინტერნეტ სივრცეში არის გამოიყენა კონკრეტული პირების წინააღმდეგ. იცით რაში? ბატონი ბიძინა სწორედ საუბრობდა იმაზე, რომ უნდა შეიქმნას გარკვეული ბანკი, ანუ ამ ინფორმაციისა, სადაც იქნება ეს შენახული, ისე რომ ხელი არ მიუწვდებოდეს მას, რომ ესეთი გავრცელება მოხდეს ამისი და ამ ლოგიკით, ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობ და მესმის, რომ აი ვინმე რომ გაავრცელოს, მაშინ რა ვქნათ, ვაპატიოთ ამ ხალხს, ვინც ეს დანაშაულებები ჩაიდინა და ვთქვათ მიუძღვის ამ დანაშაულებში წვლილი დათა ახალაიას, ამ ბაჩუ ახალაიას და როდესაც მას წაუყენებენ ბრალს და არ გვექნება მტკიცებულება. ვეტყვით, რომ აი თქვენ გადაიღეთ ეს კადრები, ხო? და არ გადამიღია. რა უნდა წარუდგინოთ? რაღაცა ხო უნდა წარუდგინოთ მტკიცებულებად, რომ აი შენ თქვათ ვიღაცაზე გადაღებული. ეს მტკიცებულებები თუ განადგურდა, ჩვენ ვერავის პასუხისგებაში ვერ მივცემ. დანაშაულის იარაღს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხვა რომ მოხდეს ამისი და სხვებმა აღარ გაავრცელონ, როგორც მოხდა წინა შემთხვევებში, ამიტომ უნდა იყოს შენახული და გამოირიცხოს
საგამოძიებო სტრუქტურებში, პროკურატურაში იმ პირების არსებობა, რომლებმაც აი ამაში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ ამ იყო ჩვენც არასამთავრობო ექსპერტებიც მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაიწმიდოს პროკურატურას, პოლიციას იმ პირებისგან, რომლებიცაც მიუძღვით ამ და სხვა საქმიანობებში წვლილი. ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ხალხი, ვინც აი ამ მასალებში მიიღო მონაწილეობა, არ არის გამორიცხული კვლავ თანამდებობებზე რჩებიან. ამიტომ დღეს სასიცოცხლო ინტერესებში შედის, რომ აი ეს ხალხი ჩვენ გამოვავლინოთ და ყველაზე ადვილი არის ესეთი მასალები გავანადგუროთ. და ჩვენ რა გაქვს გარანტია, სად არის გარანტია იმისი, რომ კიდევ არ დაიდება ესეთი მასალები და კიდევ არ გავრცელდება. ამ შიში ამ ლოგიკით ჩვენ ნამდვილად შორს ვერ წავალ და ეს არ არის რაღაც სამართლებრივი ლოგიკა. ეხლა მე მოვისმინე ზოგიერთი პატივსაცემი სოლიდური ორგანიზაციის პოზიცია, რომ უნდა განადგურდეს ეს მასალები. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, აი სისხლის სამართლის კუთხით არ არიან, თქვა, ჩამოყალიბებული და გარკვეულწილად, ეხლა მე როგორც ყოფილი პროკურორი და როგორც ეხლა ვიცი ეს საქმე და რეალურად რაღაც გამიკეთები ამ კუთხით გეუბნებით, რომ არ შეიძლება ამ მტკიცებულებების განადგურება. იმიტომ რომ ჩვენ ამითი ვერავის პასუხისგებაში ვერ მივცემთ და იმ ლოგიკით, რომ ეს შეიძლება გავცელდეს, ეს არის აბსურდი. მაგ ლოგიკით მაშინ ბოდიში და დანაშაულის იარაღიც არ უნდა შევინახოთ. მაგალითად იარაღი, რომ შეიძლება ამ იარაღით ვიღაცა მოკლას, ხო? ესეთი რაღაცა არ შეიძლება, ესეთი პოზიციის დაფიქსირება. და ჩვენ მოუწოდეთ სხვათაშორის პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომ რასელოდებიან აქამდე რატო არ მუშაობენ ამ კუთხით. ანუ ამდენი მასალებია, ძალიან ბევრი ხელჩასაჭირი რაღაცა. იქ აი მაგალითად იმ ფარესიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ეხლა მარტო ჯოხი ხვედელიძეზე რო გადავტეხოთ, არ შეიძლება. იქ როდესაც მონაწილეობდნენ პირები, ისინი ხო ჩანერგილი თანამშრომლებია ზოგიერთი, ხო? და იმათი მეშვეობით შეიძლება გავიდეთ ჩვენ იმ პირებზე, რომლებმაც დაუკვეთეს ამის გადაღება და არის კიდე იქ მასალები. ეხლა ეს იყო მთელი სისტემა, მთელი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობდა. აქ ერთი და ორი კაცი კი არ იღებდა ამ მასალებს. აქ იყო ასეულობით ადამიანი ჩართული და ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ამ ხალხს ვეუბნებით, რომ რეალურად თქვენ გადაიღეთ ყველაფერი და იმის გამო რომ რაღაცა იმის შიში გვაქვს, რომ არ გავცელდეს, უნდა ვაპატიოთ ამ ხალხს ეს დანაშაული. ეს არის აბსურდი.